ქართულ აკადემიას კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა, თუმცა მოწოდებას ყველას -1 არ ეთანხმება. აკადემია დღეს ეროვნული ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა კონსულტაციებთან დაკავშირებით. აკადემიის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების გეგმასთან დაკავშირებით ყველა ის ოპოზიციური პარტია უნდა შეთანხმდეს, რომელთაც ხელი აქვს მოწერილი საერთო ოპოზიციურ ხელშეკრულებაზე. შეცვლის თუ არა ეროვნული ფორუმი გადაწყვეტილებას და როდის დაიწყება კონსულტაციების პირველი რაუნდი, ნახეთ თიკა ანდღულაძის რეპორტაჟში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის მეტი ერთსულოვნების, კონსოლიდაციისა და ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის შემთხვევაში ამ უსამართლო არჩევნების შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. ქართული აკადემია ოპოზიციას წინასაარჩევნოდ დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს და ახლა ეროვნული ფორუმის ინიციატივაზე მხარდაჭერას თხოვს. აკადემიის წევრები ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესში არჩევნებამდეც აქტიურად მონაწილეობდნენ. ნუკრი ქანთარიას თქმით, გაერთიანების გეგმის ჩაშლა დამარცხების მთავარი მიზეზი იყო, რაზეც პასუხისმგებლობას თვითონაც იღებენ. სწორედ ამიტომ ეროვნულ ფორუმს კონსულტაციების დაწყებას მინუს კანდიდატის დასახელების გარეშე ურჩევენ. ჩვენ როცა ვთქვით, რომ ერთიან კანდიდატზე მოდით, ერთიან კანდიდატის ირგვლივ დავდგეთ, აი ამ ეტაპზე, აი ამ გამარჯვებისთვის და ეს ვახსენეთ, ჯერ კიდევ 4 მარტს ვთქვით, რომ ალასანიას შეუძლია შედეგის დადება, ნაწილი რა თქმა უნდა ამაში მხარი დაგვიჭირა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ ნაწილმა არ დაგვიჭირა მხარი, რომელსაც შეეძლო გარდატეხად. ახლა საჭიროა კონსოლიდაცია საარჩევნო გარემოს უკვე ხისობრივად შესაცვლელად და მინუსების მეწინააღმდეგებლად. ეროვნული ფორუმისთვის აკადემიის მოსაზრება მინუს ნოღაიდელის მოწოდების შეცვლასთან დაკავშირებით მიუღებელია. კახა შარტავა აცხადებს, რომ კონსულტაციებში მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებს ჩართავენ, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საერთო ოპოზიციურ შეთანხმებაზე. თუმცა ფორუმის ლიდერის თქმით, ეს განცხადებაც რომ არ იყოს, ნოღაიდელისთვის უარის თქმის სხვა მიზეზებიც აქვთ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლა და არ შეიცვლება, მით უმეტეს რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტიებმა, ამის საშუალებას ბუნებრივად იძლევა. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რეალურად ვაგრძელებთ თუ არა ბრძოლას საარჩევნო გარემოს შექმნისთვის. კონსერვატორებს ოპოზიციის საერთო განცხადებაზე ხელი მოწერილი აქვთ. თუმცა კახა კუკავას თქმით, მათთვის კონსულტაციების დაწყება მინუს ნოღაიდელის ულტიმატუმით მიუღებელია. კონსერვატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის ისიც მიუღებელი იქნება, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის ქართული აკადემია შუამავლობას გადაწყვეტს. აკადემიის ადმინისტრაციის რამოდენიმე წარმომადგენლებმა გამოაცხადა ქვეყნის მტრებად ყველა, ვინც არ დაუჭერდა მხარს ალასანიას. ამიტომ ამ ადამიანებთან ჩვენ კონკრეტულად ამ ადამიანებთან ბუნებრივია აღარანაირი ურთიერთობა მომავალში არ გვექნება. ფორუმის ინიციატივასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ნათელი პოზიცია. პირველი, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მეორე, ეროვნული საბჭო არ განიხილავს არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიმე წინაპირობას და ულტიმატუმს თანამშრომლობის პროცესში. ცნობილია, რომ კონსულტაციებზე უარი თქვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რაც შეეხება დანარჩენ 7 პარტიას, მათი პოზიცია ეროვნულმა ფორუმმა ჯერჯერობით არ იცის. ეროვნულ ფორუმში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ცალკეული შეხვედრებით დაიწყებენ. ყველას პოზიციის დადგენის შემდეგ კი ივნისის ბოლოს ერთიანი შეკრების ორგანიზებას შეძლებენ. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესპანეთში იმყოფებიან, სადაც კოლეგებს ნუგზარ ბოჭორიშვილისა და შაქრო კალაშოვის დანაშაულებრივ ქმედებებს აცნობენ. ნუგზარ ბოჭორიშვილი და შაქრო კალაშოვი საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმეში ფიგურირებენ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ გახსნილად გამოაცხადა, თუმცა დაჯგუფების სხვა წევრების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი ოპერატიული მასალა გაავრცელა. ნარკოკარტელი ქართულად, ნახეთ ანა გოჩაშვილის რეპორტაჟში. მოვიდა მევლუდით ჩემთან და ვერაბი უჯდა იმაში. ვასომო სახმარებელი ვახთ და წამო მეგვეხმარე ფიზიკური მოხმარება გვინდა. კი ბატონო მეთქი ერთ დღეს და ორ დღეს მეგეხმარები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ეჭვმიტანილს აკავებს. გამოძიების მტკიცებით კახასვანიძე საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრებს სამხრეთ ამერიკიდან გამოგზავნილი ჯართის დაჭრაში, დამალული კოკაინის ამოღებასა და შემდეგ მის დაფასოებაში ეხმარებოდა. კახასვანიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენებაც მისცა. დავხვდა მაღალი ლამაზი ქალი. მე რამოდენიმე ხნის მერე ვარჩდები ანასტასია დოუძახი. ულამაზესი ქალი იყო, მაღალი. ის ქალი ჭირდა ჩემის ლამდე. ბაღალკეკავა იმას ხელში. შეგიძლიაო, შემეძლია მომხარ ხელოსანი ვარ. გამოვარდვი და მე დავჭერი, მე რომ სულ ყველა ისინი.
კახასვანიძე სწორედ იმ ანასტასია ზაუტაშვილზე საუბრობს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა. დღეს ძალოვანი უწყება მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც სამინისტროს ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილი დაქირავებულ ქილერს კურიერის ლიკვიდაციას ავალებს. სამინისტროს ინფორმაციით კურიერმა ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვას სცადა, რის გამოც ანასტასია ზაუტაშვილმა მისი ლიკვიდაციის დავალება მიიღო. ეგეთი მასტივა რა ფსიქოლოგიურად ეგეთი მასტივა. აი ესეთი მე რა რომ მე ვიღაცაზე მუშტები შემიძლია, ვისაც ვერ მერები სხვანაირად ვერები. სანამ უზარი ჩამოვა, კიდე გაქვს შანსი. იმიტომ რომ მაგარი იცის ხა მაგი ვერ წარმოიდგენს მე რა არის გამკეთებელი ვარ. ეგრე მე არ მიცნობს კარგად. ყველაფერი მოგვერდა. ეხლა არის იმენა ჩვენი დაჟის ფონდები მაგის ითორები. დანარჩენი პრობლემები მოგვარებულია ყველა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ დაკავებულის მევლუთ სვანიძის საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკის კადრებს ავრცელებს, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლთან იპოვეს ეზოში ჩამარხული 1,700,000 евро. სამართალდამცველები სვანიძის სახლის ჩხრეკას ისევ განაგრძობენ. ჩვენი მაღალი რანგის დელეგაცია პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ჩნოსნების შემადგენლობით განაგზავნა ესპანეთში და იმედი გვაქვს, რომ ესპანელ სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო მეც გავიგებ ამ საქმის შესახებ. საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 ივნისს დააკავეს. დაკავებულები არიან ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუთ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი. მათ სამინისტროს ინფორმაციით საბერძნეთის მოქალაქე ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან ჯარც რეგულარულად უგზავნიდა. ტვირთის საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი გადანაწილების მიზნით კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიზნეს მეთვალყურეობას კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი უწევდა. ჩიას კომუნისტებმა აქვს აღებული ჯერ გამოძიებისთვის რაჩვენება არ მიუწია. საერთოდ არ იცნობდა ბოჭორიშვილს. ვინც იყო დღეს პირველად ნახა იქ საერთოდ სულ. დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ უადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამართალდამცავების მიერ 2 ივნის ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 მილიონი евро პირველ კლასელთათვის მწვანე კომპიუტერების შეძენას მოხმარდება. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. ამას გარდა წარმატებული სპეცოპერაციისთვის პრეზიდენტი სამართალდამცავებს მადლობას უხდის. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ითანამშრომლებს. ესპანეთში კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმართვის მიზნით სპეციალურ წარმომადგენელს გაგზავნის. ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ უშუალოდ ამ ოპერაციაში. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან. ასევე წარმომადგენელს გზავნის ესპანეთში, რათა შედგეს მჭიდრო კონტაქტი და გაღრმავდეს თანამშრომლობა ესპანელ სამართალდამცველებთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის წარმართვასა და წარმოებაში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამოღებული თანხა საუბარია დაახლოებით 2 მილიონ ევროზე, მოხმარდება პირველ კლასელთათვის კომპიუტერების შეძენას. პირველ კლასელთათვის წიგნების ნაცვლად კომპიუტერების დარიგების იდეით პრეზიდენტი დაახლოებით 1 თვის წინ ბათუმში მთავრობის ხდომაზე გამოვიდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო კომპიუტერში ყველა ის სახელმძღვანელო ჩაიტვირთება, რომელიც მოსწავლეს სჭირდება. პირველკლასელები კი ამ კომპიუტერს უფასოდ მიიღებენ. დაურიგებ ჩვენ პირველ კლასელს შიგ ჩატვირთული სახელმძღვანელობით, ამას შეიძლება ყველა სახელმძღვანელოს ჩატვირთვა. ამიტომ ჩვენ წიგნების დარიგება აღარ დაგვჭირდება.